ჩემმა შვილმა დაამთავრა ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისში, რის შემდეგაც დაიწყო მარნეულის აეროდრომში მუშაობა. ეზოში ამოვედი და მეზობლები აქეთ-იქით იდგნენ კუთხეებში. ვისაც გამარჯობა უთხარი, აი მოკლედ მიპასუხა სალამი და შეტრიალდა. აი ვძნობ რაღაცას, მაგრამ იმას ვერ წარმოვიდგენდი, მე უფროსი შვილი ერახში მყავდა და იმაზე ძალიან ნერვიულობდი. არც მიფიქრია, რომ პატარა შვილი 20 წლისას აი ესე დაგვემართებოდა. ერთ-ერთი მეზობელი შემოვიდა და მეუბნება, იცით რა, ქალბატონო ჟუჟუნა, წამოგძანდით სახში, მე თქვენ რაღაცა უნდა გითხრათ, ამ დროს ძალიან მიჭირს. წავიყვანე, ავედით სახში, პირველი სართულიდან სანამ მეოთხე სართულზე ავედით, სუხთ ფეხები მიკანკალებდა, ვძნობდი, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა. რო შევედი კარებში, მე შევედი და ეს მამაკაცი კარების უკან დარჩა. სახეურს მოკიდა ხელი და მეუბნება, შენ იცი, შენი შვილი საქართველოს შეეწირა და მიხურა კარები და გაიცა. ასე დავასაფლავე ჩემი 20 წლის შვილი, რომელსაც დარჩა 8 თვის ბავშვი. ყოველთვის მეტყოდა ხოლმე, დედა, მე მაგარი ვიქნები. იცოდე, მაგარი კაცი გავხდები. სამშობლოსთვის ყველაფერს გავაკეთებ იმდეს, რომ შენ ყოველთვის იამაყო ჩემითო. ყოფილიყო გმირი, აღონდა ცოცხალი ყოფილიყო. ხო შეიძლებოდა ისე ვიამაყებდი. ყოველი 8 აგვისტოს ჩემთვის წარია. ის იყო ჩემი ერთადერთი გამორჩეული შვილი, რომელიც ძალიან მიყვარდა.